მოვდივარ და მიხმობს ჩემი თაობა ათასნაირ ფიქრებს მივდევ იმედი ჩვენ ტელევიზია ინკოგნიტოს ახსასწრდელებს გვაინტერესებს თუ როგორ განულეს ეს რთული გზა უკვე კურსდამთავრებულებმა. ამაზე კი თაკო ყუშავიშვილი გაგვესაუბრება. თაკო, გაიხსენე პირველი დღე, როდესაც სტუდიაში მოხვედი. პირველი დღე იყო ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი, იმიტომ რომ ისეთი წვიმა იყო სოლაკამდე ძლივს მოვახციეთ და როდესაც სტუდიაში შემოვედი, მახსოვს დამხვდა მანჩო. შემომხედა რაღაცა გაწუწული ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავი, მციოდა მაკანკალებდა და გამიღიმა და მივხვდი რომ ამ ადამიანის მიმართ ყოველთვის მექნებოდა კარგი დამოკიდებულება, იმ დღესვე რომ დამთავრებული იყო ყველაფერი ხო და მე მანჩო მომცა რაღაც თემა ზუსტად არ მახსოვს, მე მგონი როგორ წარმოგიდგენია შენი მომავალი. მე დავწერე თემა რაღაცა ამხელა და შემომხედა მანჩომ და მეუბნება რომ ნუ ეხლა ვიზუალში ხუთიანს გიწერო, მაგრამ ეს თემაო არაო რა. ხო და მაშინ მივხვდი რომ ყველაფერი თავიდან უნდა დამეწყო და მიზნად დავისახე რომ კადრში არა მხოლოდ ასე ვთქვათ კადრის გაფორმება ყოფილიყავი და ფონი უბრალოდ მეტი ამაზე რაც შეიძლებოდა მეტი გამეკეთებინა მან ჩამაში მეხმარებოდა მართლა პირველი დღიდან არ ყოფილა არც ერთი საღამო, არც ერთი გასვლითი შეკრება, რომ მანჩოს არ თქვა იწამოდი ჩვენთან, გააკეთე უფრო მეტი და ანუ მანჩოს ჯეროდა რომ მე წარმატებას მივაღწევდი და ამისთვის მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავხატო მას, იმიტომ რომ ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როცა შენი სჯერათ და როცა შენს მიმართ აქვს ძალიან დიდი იმედები. და ჩვენ ერთად ვიმოგზაურეთ ევროპაში, მინდა შეაფასო ეს მოგზაურობა. ეს მოგზაურობა იყო ჩემთვის აი დაუვიწყარი მართლა, იმიტომ რომ ერთ დღეს გათენდეს და თბილისიდან მოხვდე პარიზში, ვენეციაში, რომში, ვატიკანში, ლორეტ დე მარში, ბარში, ეს არის სასწაული და ეს არ ხდება ხოლმე ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებაში არ ხდება და ამიტომ გამოვარჩევ ამ ფაქტს. მე შემიძლია ვთქვა, რომ ამ მოგზაურობაში მართლა დავწმუნდი, რომ მინდა ვიყო ჟურნალისტი. გავიხსენებ ერთ მომენტს, როდესაც საკურსო ფილმის ჩაწერა იყო, ჩვენ მოგვიწია მსოფლიო ფესტივალზე დასწრება, რომელიც გაეროს მიერ იყო მოწყობილი და ჩავიცვით ოდნავ მაღალი ფეხსაცმელი. ახლა ეს სისულელე იყო, მე მივხვდი, მაგრამ მაინც და ჩემი მასალის მოსაპოვებლად გავიხადე ფეხზე შუა ესპანეთის ცენტრალურ ქუჩებზე და მივბოდი რომ მომეპოვებინა მასალა და მაშინ დავწმუნდი რომ ეს იყოს საქმე რომლისთვისაც არაფრის კეთება არ მომერიდებოდა და ყველაფერს გავაკეთებდი და ყველაზე მაგარი შეგრძნება არის როდესაც ზიხარ ეკრანთან და აი გეუბნები რომ ეს გამოგივიდა და ეს კარგია და იმაში ხარ ყველაზე ბედნიერი როცა მოიპოვებ მასალას და ასე ვთქვათ გაამართლებ იმ იმედებს რასაც შენს მიმართ ამყარებდნენ. დღეს როგორც ვიცი, სერტიფიკატს გადმოგცემენ. ზუსტად იგივე ამპლუაში ვიქნები, მომავალ წელს მეც. მინდა მითხრა რა ემოციებით ხარ განწყობილი ამ დღეს? საერთოდ, როდესაც საზოგადოების წინაშე წარვსდგები ხოლმე, არ ვნერვიულობ, ეს მომეხსნა ძალიან დიდი ხნის წინ, მაგრამ დღეს რაღაცნაირი განცდა მაქვს, ისე ვთქვათ, ჩემი 4 წლიანი მოღვაწეობის დაგვირგვინება და არ ვიცი, აი მე ვფიქრობ, რომ სტუდია ინკოგნიტო რომ არა, მე ვიქნებოდი ბევრად უფრო, ასე ვთქვათ, განვითარების, განათლების დაბალ დონეზე, იმიტომ რომ აქ ყოფნა მომცა ძალიან დიდი გამოცდილება, ყველაფერში რაღაც კარგის დანახვა და ხშირად ჩვენი თაობის ადამიანებს აქვთ ხოლმე ესეთი მომენტი, რომ ყველაფერში ხედავენ ცუდს. და ინკოგნიტო მომცა იმის საშუალება, რომ პატარა კარგ სიახლეშიც დიდი ბედნიერება დამენახა და ცხოვრება ბევრად უფრო მარტივია, როდესაც უფრო მეტ კარგს ხედავ ვიდრე ცუდს. და დღევანდელ სერტიფიკატის გადმოცემას რაც შეეხება, მართლა ძალიან განვიზდი და ვნერვიულობ, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს 4 წელი მართლა ზღირდა იმათ, რომ არ დამეკარგა მართლა არც ერთი წუთი ამ პროფესიის გარეშე და ეხლა დარწმუნებული ვარ, რომ ინკოგნიტო მოამზადა ის ნიადაგი, რაზეც ვფიქრობ, რომ შემდეგ უფრო მაღალი რაღაც დაშენდება და იმედი მაქვს ჩემი იმედებით გამართლდება. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ 4 წელია სტუდიაში ვსწავლობ და წელს გამომეცემა ამ წლის შესაძლებელი სერტიფიკატი. იმისთვის რომ ეს ჯილდო დაიმსახურა ბავშვებმა, ზუსტად 4 წლის მანძილზე შრომობენ და მოგთქვა რომ მეშრომა არის სამაგალითო მანჩოსთან, იმიტომ რომ ჩვენ ამ საფუძველში ვიყავით ევროპაში და მოვიარეთ აბსოლუტურად ყველა ქალაქი ევროპის და მანჩოს საკუთარი მაგალითი აჩვენებდა როგორ შეიშრომოს ადამიანები.
მე ეს რაღაცას გავიხსენებ სულ პირველად რომელიც სტუდიაში მახსოვს მანჩო დამინახა და მანჩო მინახა მანჩო არის ტელესტუდია იკონოს აი ჯერ მანჩო დიანა არაბული კვიცი ვისთვის როგორ მანჩო დამედრენა მოსწრებს თემა და შემომხედა იმას ვარმეთ ყოდა რომ არასრულოს არჩიო რამე სხვა გააკეთეო და ესე გარდა მოი ხო ვიზუალში ხუთია სკიცა ის არა ხოდა მივხვდი რომ აუცილებლად ძალიან ბევრი უნდა გამომიდებინა რომ ჟურნალისტიკა მოსწრებავი და ვფიქრობ რომ იკონო მომდა და ისინი და კი რაც შემდეგ და ფაქტებს ძალიან იმად გამოვიდა და ყველა იკონო სულ არ